გორის სოფელ ბიზში საზაფხულო ტურისტულ გამოჯანსაღებელი ბანაკი 2025 იხსნება. მსურველების რეგისტრაცია დღეს 4 ივლისს დაიწყო და 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მიმდინარე წელს ტანას ხეობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 13-დან 18 წლის ჩათვლით 400 ახალგაზრდას უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში ბიზში ახალგაზრდების 6 ნაკადი გაემგზავრება და 6 დღეს დარჩებიან. მონაწილეები საველე პირობებში კარებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობაც. პროექტი ასოციაცია ტონთიოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. სარეგისტრაციო ფორმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. მოგეხსენებთ, რომ რამდენიმე წელი ტარდება ბანაკი, ბიზის მეგეწოდებული ბიზის ბანაკი, წელსაც შესაბამისად ვაწყობთ ბიზის ბანაკს. აქ იქნება 420 ბავშვი იქნება გათვლილი. 420 ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი მიიღოს მონაწილეობას. დედლაინი უკვე დადებულია ჩვენ სოციოექსელებში მიმდინარეობს რეგისტრაცია. ძირითადი ყურადღება ექცევა სამოტივაციო წერილს, როგორ სამოტივაციო წერილს გააკეთებს. ეს იქნება საველე პირობების ბანაკი, იქნება სხვადასხვა სწავლებების, როგორც შემეცნებითი, ასევე გასართობი მიმართულებით. წლოვარებსაც შეეხება არის 13 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, სულ მოეწყობა 6 ნაკადი იქნება, სულ თვითონ ნაკადზე იქნება 70 ახალგაზრდა. ჩართულები არიან აქ თანადაფინანსებით გორის მუნიციპალიტეტის მერია და ორგანიზაცია ტონთი.